მაგარი საინტერესო რაღაცა ხდება რა. Salami, წარმოგვიდგინე შენი თავი და მე შენ M3-ზეც გადავიდეთ. ოკეი. თემური ფხალაძე. მეცნობი სახეზე ის. ჩვენ რა დავდგე ძმაში და რაღაცა ხვარი. ხო ვიყავით წინაზე. აი ხეროს რო აქ. ლანჩო ხო არ გამაზა შემთხვევით. ხო, მოკლედ ამაზე ლოცვას უფრო გავაძლიერეთ, ეგრე ცოტა სხვა შორის იმუშავა. იგივე სისტემა აქვს ამას? რაც იდენტურია, უბრალოდ 2 კარის მაგერად ახლა 4 კარი მაქვს. ხო, ანუ აი 55 ძრავია, ისევ რაც M4-ს უყენია. გადაცემათა კოლოფი, ხიდი, ანუ ძრავი იგივე, აბსოლუტურად იდენტურია ყველაფერი. მოდი, რადგან ბარემ ძრავზე ვლაპარაკობ, მაინც ჩაგვოხედე. ჩვენი S45 შორის მევასება რა, ეხა რაც უფრო კარგად დავამუღა მე BMW-ს ძრავები. შედარებებს ვაკეთებ ხოლმე Mercedes-თან. ეხა რა უცნაურიც არ უნდა იყოს, Mercedes უპირისპირებთ ხოლმე და ბუნებრივია Mercedes-ის ძრავებს ვადარებთ და გადახურების პრობლემა Mercedes-ის უფრო აქვს ხოლმე. თუმცა მე მგონი ამ დრაგში გამოჩნდება ეგ. გავიგებთ. ნახოთ. ხო, მაგ არაფერი ისეთი განსხვავებული, ძირითადად ყველაფერი ქარხნულად გამოიყურება, ერთი ფილტრები მაქვს აქ შეცვლილი, დინანის რეცხვადი ფილტრები აყენია, აქ აყენია oil catch-ი, ზეც ფილტრავს, ეს ჩამოყვა, მეც არ ვიცოდი, მე ქარხნულად ხო, მე ქარხნულ ვიზუალზეა. მე აღმოვაჩინე თუმე ძალიან კაი რაღაც ყოფილა. ძალიან კაია. ხო, ვერ ხვდება ზეთში და ნუ ეკეთ მიყენია დაუნფაიფები, მე მე გარჩეს. მოდი ჩავასწორებ, იმიტომ რომ ვიცი რომ კომენტარებში ხა გამოხდებიან. წყალი გროვდება მან რეალურად კონდენსაცია ხდება აქვე რა. ანუ წყალი არ მოხდება. ეგ რეალურად არის კარტერში დაგროვებული გაზები, რომელიც შეიძლება intake-ში შევიდეს და მთლიან intake-ის სისტემას აჭუჭყიანებს რა. იმიტომ რომ როგორც წესი ქარხნულ სისტემებში რა, გამწოვი აქვს ხოლმე შემსვლელში. და მე ხან დროსელში ხდება ეგ კი, მაგას ფილტრავს თორე რეალურად წყალი ძრავში არ შედის მაგისგან რა. ხო, ეს რავი, ანუ სამაგერო დროსელის უკეთებად. კარგი სიახლეები გვაქვს თქვენთვის, იმიტომ რომ დრაგი სერიების მხარდამჭერი გახდა კომპანია Sokari და ავტომატურად ჩვენ შემდეგ დრაგზე ვაპირებთ უკვე რომ Sokaris 100 ლიტრიანი ვაუჩერი გავათამაშოთ. ამიტომ ჩვენ ჯგუფში გააქტიურდით Facebook-ზე, თქვენი ავტომობილის სურათები შეგიძლიათ დადოთ. ჰეშტეგი დავდგეთ ძმა, ცხენი მიაწერეთ, თქვენი ავტომობილის სურათი არ დაგავიწყდეთ და მოვალთ აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, დაგაწყვილებთ ვინმესთან კარგ საინტერესო ავტომობილთან და გავათამაშებთ Sokaris-გან 100 ლიტრიან ვაუჩერს. კი, ანუ მეც ძალიან მომხრევარ, ჩვენ ძრავზეს 2J-ზე გვიყენია ეს, ხელი თავაწყე, იმიტომ რომ ცოტა დიდი მოცულობის გვჭირდება ჩვენ და ბევრი ფილტრები, აი უფრო ბევრი ფილტრებია, იმიტომ რომ ბევრი კარტერის გაზები გვაქვს ჩვენ 2J-ზე. გაზები გვაქვს მე რა ვთქვა. ხო და ვიდრე აქ რა, იმიტომ რომ სხვადასხვა ზაზორებს რასაც ეძახიან, დაშორება სხვა არის და ასე სხვანაირი სპორტული ძრავია. იმას არ ვიძახი რომ M-ის ძრავი სპორტული ძრავი არა, ვიცი, სპორტული ძრავია, მაგრამ ჩვენი უბრალოდ ხო, ყველაფერზე უნდა დავკონკრეტდეთ. ხო, ნუ სხვა გზა არ არის. ძალიან კაი, ანუ რომ ჩამოვიდანო ხო, უნდა დაასერვისო რაღაცები გააკეთო და ძალიან ბინძური იყო, რომ გავრეცხე ძალიან ბინძური იყო. ნუ რა აკეთებს ესე იგი საქმეს. კი, ეგაც აკეთებს, მაგრამ მოვლის თემაც არის. ხა ამერიკაში რატომღაც მე შევიჭილება და მე რადგან იაპონიიდან ვიწერდი ხოლმე მანქანებს, სულ მაგის მერე ამერიკის ბაზარი რო ვნახე, ბევრად ჩაბინძურებული მანქანებია ხოლმე და ნუ ტეხავს, მაგრამ ასე თვისია. ძრავის დავასერვისე საკმაოდ ცუქთა იყო. ძალიან კაი, მშვენიერი. გაქვს რამე stage 1 ან რამე ჩაწერილი? ქარხნულად რამდენი ცხენი აქვს? ქარხნულად 421. 421 ცხენი გვაქვს ქარხნულად და 500 რაღაცა ნიუტონი, აი მან და ზუსტად არ 500 600-მდეა რა რაღაცა ეგრეა. თუ ძალიან კონკრეტულად გინდა და მისერჩეთ და ეგ არის. რა გაქვს გაკეთებული ძრავში? ხო, ძრავში ბუთმოდი მიწერია. ბუთმოდის ქარხნულად 4 მეპი აქვს. ანუ არაფერი, ანუ ძალიან გაწურულიც არ მაქვს, ყველაზე აგრესიული გაზე არის 570 ცხენია სადღაც ძრავზე და ყველაზე 509 დაწერა საბურავზე, ყველაზე მაქს. ვაუ, მშვენიერი. ხო, მაქს GTS მეპიც და მაგ მეპზე 440 დაწერა საბურავზე. ალების ანთლების შესვლილი გაქვს ესე იგი, უეჭველი. ალების ანთლების, ბაბინები, ჩიბუხი რა ქვია ქართულად არ ვიცი. ჩიბუხები, ხო, კი. ხო. ეგენის დაცვლილია.
მოიცა რაღაცა უნდა მეკითხა კიდე. მექანიკურად კიდე არის შენ ფილტრებს და იმებს არ უძახ. ძრავი არ არის გახსნილი, ჩვეულებრივად ქარხნულია, უბრალოდ სპირტზე უნდა მეკითხა. სპირტი თუ ჩვეულებრივი სუპერიდის ხია 98-იანი. და 507 დაწერა საუბრობ. 509 დაწერა ყველაზე აგრესიული. ანუ ძალიან მაგარი. ნუ შემილია ქედან გადავრთო. თუ გამოსწრებს Mercedes-ი, იქ უცბად გადავრთო ყველაზე აგრესიულზე და აუ, რა უნდა შეეკითხო კიდე? ეს შემშვებზე გასაგებია, გამშვები ხო არ გაქვს ამ დაუნფაიფიან? დაუნფაიფის გარდა, აი რო ჩამოვიდა ყველაფერი ისეთი დაბალი ხმა ქონდა, რომ ცოტა შემაწუხა. ქარხნულია ყველაფერი, ხო? ყველაფერი ქარხნულია. თავის კატალიზატორის და ყველაფერი უყენია. იდეაში როგორც ვიცი, თუ არ ვცდები ამას 4 კატალიზატორი უყენია, ნუ დაუნფაიფს სადაც დავაყენე ის 2 გაუქმდა, უკანა 2, უკან როგორც მითხრეს აქ მე აღარ დამისერჩავს, ნუ თუ როგორც თუ სანდოა ეგ ინფორმაცია უკან 2 უნდა მქონდეს. გასაგებია. კაი. 509 ცხენის ძალას ჭირდება უჭირდებაც. ჩვენს ოპონენტთან ითიც დავაჭერთ. ეგ 440 დაწერა საბურავზე მაგ რუკამ და 440-ით ბრძოლობთ ეხა. ოკეი. მოდი მაინც საბურავი მანახეთ. საბურავი. ხო, აი საბურავში მაგრა მიჭირს. რატო? ძალიან ბევრი ვიწვალე, ეგეც ძლივს ვიპოვე 2018 წლიანი 4 ესია მიშენი. საკმაოდ რბილია მიდიაში. იმ მოჭიდებით კარგად ეჭიდება უბრალოდ პროტესტში. ეგან აქ რო აგორავებდი მანქანას, სადღაც დაშაშხული ვნახე თითქოს, მაგრამ დაშაშხული კი არა, მეგონი მიდებულია პროსტო, ხო? მიდებულია პროსტო, ხო? მეტი არაფერი. მეთქი დაშაშხულია და გამხმარია თქო, მაგრამ არა, რო ავარჩიე. ერთხელ გამისკდა ძალიან ცუდად და მაგის მერე საბურავის ძალიან დიდ მნიშვნელობას, ან ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, ხო და მოკლედ რბილი იყო საკმაოდ და მაგ ზომაც ვნახოთ. ეს ბრენდი Pilot Sport 4S-ი მაგრად მუშაობს, აქ გატესტილი აქვს ბევრს და ზომა გაქვს 285 30-ზე. ეს არის 20-იანი. შვენიერია ჩემო ძმაო. მოკლედ, დავცხოთ ეხა ნელ-ნელა უკვე სატესტოები, მოერგე, რაღაც გატესტო თუ გინდა გავტესტოთ და მე დავიჯახოთ Mercedes-ს. უნდა მოვუგოთ იას. იმას წარმატებები. იმას გაუთფებ, აუ. გაუთფებო თუ გაუცხელდება. თვის ბოლოს მივდივართ აბუ-დაბიში და დუბაიში ვიდეოების გადასაღებად. Ferrari-ის მუზეუმი, ატრაქციონები, ქვიშაში ჯიპის ტური და მთელი ამბები. მოკლედ, ვაუთრეველი დაგვკავშირდა და ამ ყველაფერს ისრულობენ რა. რომ ზირსკი ვიდეოები გადავიღოთ. აქვე შეგიძლიათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ, ანუ ვინმეს თუ სურვილი გაქვთ და ისეც დუბაიში გეგმავდით წასვლას, თან ეხა კაი პერიოდია სხვათა შორის. აღწერაში იქნება ყველაფერი, ტურის ღირებულება, რა შედის, რა არ შედის, სად ვაპირებთ წასვლას და მოიფიქრეთ და თუ გაგისწორდებათ ჩვენთან ერთად წამოდით. მოდი M3-ის დროც ვნახოთ და ჩვენ შეგვიძლია ამ M3-ის დრო შევადაროთ წინა M3-ს. ამ ყველაფერს ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ლიდერბორდში, რომელსაც ნახავთ სულ ცოტა ხანში. დროებსაც ჩამოვწერთ. რა თქმა უნდა ეს ცოტა სხვა ცხენზეა, მაგრამ კარგი იქნება რომ შევადაროთ რა. და ლანჩ კონტროლი იმუშავებს, ეხა დაწერეთ კომენტარებში. არ დაწეროთ, მაინც არ იმუშავებს. ჩვენ მზად ვართ. აბა ნახოთ ლანჩი. როგორ ხდება ხომ იცი? მარტო რო დგება, M3 მუშაობს ლანჩი. როგორც კი აი Mercedes ამოუდგება გვერდზე, ოპა! იქ აღარ ჩაირთვებ. აუ, გაღადაო. ცხოვრებაში ლანჩმა იმუშავა და ფეხი ადრე აუშვი ბოლომდე. კი, მაგრამ საბურავები დაგიბუქსავდა მაგრად, რო იცოდე. ბევრი იბუქსა და მე წავიდა რა. დრაგზე ცოტა უნდა გაახურო. ანუ რო დადგებით Mercedes-თან უეჭველი უნდა გაახურო. ეხა ერთს გავათბო. ხო. იმედია იმუშავა. ოკეი, კაი, საბურავები ისე ქენი რომ დაიტოვო. ხო. მიდი.
კაი. ურა კადრებია. როგორ? საბურავი მე მგონი უკვე აღარ მაქვს, ფეხი გამეჭედა. ჯერ არის. არის, ეგრე მალე არ ცდება მიშელინი. всё, შეგიძლია გატესტო მეორე გასვლა. ხედავ შენ, მაგრად მოეჭიდა. ბევრად უკეთესი იყო. ეხლანდელი გასვლა საბურავის ხელი რო იყო, დიდ ეფექტს ახდენს დარწმუნებული ვარ, ან მოახდენდა რა. და დროც უკეთესი ექნებოდა. მანამდე კიდე გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს Facebook-ზე გვერდი ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტი განს, სადაც ვარჩევთ ხოლმე საინტერესო მოდელებს, საინტერესო მანქანებს რა. თქვენს თუ ყავთ რაღაც დიდ ცხენის ზალიანი საინტერესო ავტომობილი, რამე ექსკლუზიური, შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის ფოტო ატვირთოთ, ცხენის ზალა მიაწერეთ აუცილებლად, ჰეშტეგი დავდგეთ ძმა, მაგ ჰეშტეგით ვეძებთ ხოლმე და დაგაწყვილებთ ვინმე საერთოდ და მოვალთ აქ. გადავიღებთ დავდგეთ ძმა სერიებს. აუ, მოიცა ერთი თუნდა ვცადო კიდე. კი, ცადე. ანუ, რომელი ზოლია, რაღაც ორი ზოლია. ნახე, აი, ჯიხურამდე არ მისული ერთი თეთრი ხაზი არის. ჯაი ჯიხურამდე აკლია. უпростоრად, ჯიხურამდე რაღაც 7-10 მეტრით მანამდეა რა. კიდე ადრე აუშვა. ო, ეგ არაფერი. უკვე 3 თვეა უზმოტორსთან თანამშრომლობთ პაკელოს მიმართულებით, პაკელოს ზეთის მიმართულებით, რომელიც არის იტალიური წარმოშობის, სუფთა იტალიურია, რასაც ქვია და უზმოტორს თუ დაემატებოდა სხვა ფილიალი, სადაც შეგიძლიათ პაკელოს შეცვლა, შეგფერდით რომ აუცილებლად გეტყოდით. ეს არის ამ შემთხვევაში ბეჟანიშვილის 9 ნომერი, ლუი მოტორსი, სადაც შეგიძლიათ თქვენი არაჩვეულებრივი მანქანა, მაგალითად, როგორიც არის ეს BMW M3-იანი Mercedes-ი, მიხვიდეთ და თქვენ მიმდინარე ზეთი შეცვალოთ იტალიური ხარისხით. სალამი, შენი თავი წარმოგვიდგინე და მე Mercedes-ზე გადავიდეთ. მე გიორგი გახლავართ. ეს ჩემი Mercedes-ია C63. ძრავი, ცხენი, ბიტურბო. არის ქარხნული სრულიად 476 ცხენის ძალით 650 ნიუტონით. ანუ არაფერი არ გაქვს ჩაწერილი. ცხენად ქარხნულია? სრულიად ქარხნულია. გადასემატ კოლოფში არა? ყველაფრით ქარხნულია აბსოლუტურად. არც შეცვლილი გაქვს არაფერი. ვაჰ, ჩემი. არ გჯერა, ახადე. მარტო დისკები შეცვლილი დავაყენე კუპის. რაღაცას გვატყუებ უეჭველი. ეხა ამას უეჭველი ორი ტურბინა ეყენებ, აი ნახე თუ არა. იცადე, ვიპოვე. დავამუღამე, ცოტა დავამუღამ. ეს სპაიდერმენია, ეხლა რამე არ გიგონოთ. კარგი, ჩვენი ქარხნული ძრავი, სხვათა შორის ამაზე ბევრს საუბრობთ ხოლმე, რომ გაგრილების პრობლემა აქვს ხოლმე ამ ძრავებს, აი ზუსტად ამის გამო, რომ ღია ტურბინის ცხელი მხარე ჩანს. და რას ატყობ შენ, ანუ აქვს მართლა პრობლემა? არასოდეს პრობლემა არ შემქნია არც გაგრილებაზე და არც არაფერზე სხვაზე. აბსოლუტურად. ანუ აქ ყოფილ ხარ ისე აი დრაგის ვარიანტში, დრაგის ამბავში, სტრეკზეც გვივლია, რა ვიცი, ბანზეც გვივლია, არასოდეს პრობლემა არ შექმნია არაფერს. აქაც გაგიტესტავს და ანუ აი არ გიგრძნია რომ ოპა რაღაცა ცხენი მოვაკლდა და არც სტრეკზე, არც დრაგზე, არც ბანზე არასოდეს არაფერი მე პრობლემა არ მქონია ამ მანქანას. გარბენიც ისეთი აქვს და მდგომარეობაც რომ რამდენია კარბენის მაინც? 61000 კილომეტრი აქვს ახლა. აუ, ცოტა. და ჩამოვიდა სრულად დასერვისებული და სრულად ვასერვისებ თუ რამე უნდა ცენტრში. ხო, სხვათა შორის ყურადღება არ აკლია. იგივეს ვერ ვიტყოდი მე M3-ზე, იმიტომ რომ M4-ის რავია იგივე და რაღაცას მოგცემ უეჭველი დაგჭირდება. სნეკებია, სანამ ლანჩის კონტროლს გამოსწორებს და სანამ ლანჩს გამართავს, იმიტომ რომ მაგის ლანჩი რო განულდეს 1 კილომეტრი უნდა იაროს. ანუ ჩააქროს 15 წუთი დააცადოს და აი კაკრას მედეში ჩაუგზეთ ხოლმე კროკოსნეკებს და დავცხოთ. ლანჩსაც ვიტყვი რომ არ ქონია არასოდეს პრობლემა ამ მანქანას. არაერთხელ ამილანჩავს, დღეში 5 ჯერას დამილანჩავს. ჩვენ სხვათა შორის ხო, აი ერთ-ერთი პრობლემა რაც ჰქონდა ლანჩებზე იყო ყოველთვის M3-ები და M4-ები.
მაგის გარდა მე არ მახსოვს რომ რომელიმე მანქანას ლანჩის პრობლემა ქონდა. ალბათ ქარხნული რაღაც იქნება რა თორე. მაგრამ ერთი რაღაცას გამახსენდა. GTS აქვს ხოლმე კიდე ლანჩის პრობლემა. ეგეც მე მგონი რომ სტოკს არ ექნება ჩემი აზრით და გაკეთებულს ექნება რა. კი. იმიტომ რომ ისედაც ბევრი ცხენი აქვს და ბევრი ნიუტონით და პლუს მაგის კარბუკა ძნელი გასაკეთებელია მე როგორც ვიცი. ხო და კარბუკას ბოლოსკენ იტოვებენ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფინანსებთან დაკავშირებული რა. ალბათ ლანჩის ამბავიც მაგ ამბავზეა დამოკიდებული რა. კაი, მოდი შევხედოთ შენ საბურავს. რითი ხარ მოსული? საბურავი მე და ჩემს კონკურენტს ერთ იგივე ზომა გვიყენია. არის ოციანი 285-30-ზე და არის სპორტ კონტაქტ 6. ერთნაირი ზომები გიყენიათ. იმას აქვს მიშელინის პილოტსპორტები 4S-ები და შენ გაქვს სპორტ კონტაქტ 6-ები, რომელიც არის კონტინენტალის? კი, 21 წლიანი. ხო, ცოტათი ახალი გაქვს. მაგრამ ბრენდით ის მირჩევნია. არის უკეთესად ეჭიდება ხოლმე. კეთახვევი. ნუ ეხლა პიზეროები ვაფშე გასწორებ და მაგრამ საბურავზე ისეთი ამბავია ამ ზომაზე საქართველოში. ახალი ღირს რო იყიდოთ ეგეტას ფასდაკლებით აქ 1350 ლარი ღირს ერთი ცალი. ხო. ასე რომ მეორაც ყიდულად უმეტესად და ამას M4-ს, M3-ს ერთ იგივე ზომა რო უყენია სულ დეფიციტში. ისე ჩინური ახლებიც მაგრად მუშაობს ხოლმე. ჩვენს გატესტილი გვაქვს და ძალიან მაგრად ეჭიდება რა. კარგი, სხვა აქ არაფერი აპგრეიდი არა გვაქვს. არანაირი. და საბოლოო ჯამში ესე იგი რო შევადაროთ 431 ცხენი ზალა ქონდა. ad არის ჩვენი BMW, აი იქ ღრინება და ამაზე გაქვს 476. 476. ამ ეტაპზე იმას 20 ცხენის ზალა აქვს მომატებული. საბურავზე. ქარხნული ცხენი ვთქვი მე. ხო. ბოდიში, ქარხნული ცხენი არა. რამდენი ცხენი თუ დგები? 440. 440 და ქარხნული გერმანელის წინააღმდეგ. შენი საბურავზეა. საბურავზე 440 არის 500 204 208 სადღაც მე ძრავზე მაქვს მაშინ 476 და ოპა ჩემი საკისრებელია ხინკალი ეგრე გამოცხა. არ შევეტენა არა რა. კაი, ესე იგი 440 თქვი ხო? კარგი. მოკლედ, მოდი სატესტოები დავცხოთ, ეხა. მე ვიცი რაღაცების გატესტვა გინდა ხო შენ ადგილიდან რო ნახო როგორ. მაინტერესებს მანუალით უფრო კაი დროს დაწერს თუ დაუშვათ თვითონ რო გადართოს მანქანა. ოკეი, დრაგით დავინიშნავთ დროს და უკვე შეადარე რომელიც უკეთესი იქნება. მაგის და მიხედვით გადაიხდის სახინკლის ან ერთიან მეორე. ბაზარია. წარმატებები. კაი. ხო მართლა, ეხა 14 ფებრუარი მოდის უკვე და ძირითადად ბიჭებს გეხებათ ეს თემა, იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოს მხოლოდ 10% გოგოები უყურებენ. 14 ფებრუარს რიგებში რო არ იდგეთ და რო არ იმტრიოთ თავი, აბა რა საჩუქარი ვაჩუქო ჩემ რჩეულს რა ტყილეული. ესეთი აპლიკაცია და საიტიც არსებობს, Flow Wow არის, აღწერაშიც იქნება ჩვენთან. ძალიან მარტივად თაიგულს ან რაღაცას აარჩევს, ტყილეულები, შოკოლადები, ყველაფერი აბსოლუტურად ნივთებიც არის. ჩვენგან იქნება 15%-იანი ფასდაკლება, პრომოკოდი აქ იქნება გამოტანილი. ძალიან მარტივად შედიხარ, მისამართი უნდა ჩაწერო. ნუ მე გაუყვები პროცედურებს ჩვეულებრივად, პრომოკოდი არ დაგავიწყდეს ჩვენი. განსაკუთრებით ეს ძალიან კარგი იქნება, ვინც ცხოვრობს საქართველოს პარკლებს გარეთ, იმიტომ რომ საერთაშორისო აპლიკაციაა და შეგიძლია მაგალითად ევროპიდან შეუკვეთო საქართველოში თქვენი რჩეულისთვის ეს თაიგული. ხო აკეთებენ ხოლმე ისე რომ კარგ სურათებს დებენ საიტზე და მე ბანძი თაიგულები მიდის ხოლმე რა. უშუალოდ თქვენი შეკვეთის თაიგულს გაგზავნამდე გადაუღებენ ფოტოს, განახებენ რა მდგომარეობაშია მართლა ის არის თუ არა და რეალური ფოტო თაიგული მივა თქვენს რჩეულთან. Flow Wow არის დაიმახსოვრე, დანარჩენი აღწერაში შეგიძლია ნახოთ და შეუკვეთოთ. გახურება თუ გინდა გაახურე და მე გაგასწორებ. მოდი. კაი. აბა, კაცი შენახარ და ქალისები დასტარტე. დავარ. მე მგონი BMW-ს დაერხა. ჩვენი მეორე გასვლა Mercedes-ის. შეგიძლია დაცხო.
ეხა თუ შეამჩნიე, ტრეკშენი გათიშული ქონდაო. ეხა სინჯავს რამდენად დაიჭერს და მე მომხრე ვარ აი ამ სტარტის ეხა რაც გააკეთა. ცოტა წაიბუქსავა, მაგრამ სამაგეროდ სისტემა ამ დროს არ უჭერს, რომ საბურავები გაჩერდეს რა. ჯობია შენ მართო მანქანა კარგად და ფეხით არეგულიროს ზედმეტი გაზი არ მოგივიდეს, ვიდრე დაგიბლოკოს სისტემამ და უფრო ნელა იაროს. ფეხზეა დამოკიდებული. მოკლედ ძალიან კარგი თემა, როდესაც აქ მძღოლები ტესტავენ ხოლმე თავის მანქანას, დროსაც აუმჯობესებენ და მე მაქსიმალურად წურავენ მანქანას და უფრო საინტერესოა ხოლმე რა, დრო რო გვაქვს, რომ აი აქ მაქსიმალურად გაიწუროს მანქანები, ბევრად ასწორებს. თან დღეს მზიანი ამინდია გაგვიმართლა, ასფალტი შედარებით გამთბარია, იმიტომ რომ ზამთარია, ეხა გაგანია დეკემბერი არის. ამ ვიდეოს მართლა იანვარში ნახავთ, მაგრამ ეხა არის დეკემბერი. აუშვი ხო? ხო, ბოლოს ხო. ეხლა ისო ბუქსაობა და ბოლოს ვერ ჩერდება. მართლა? არა, ჩერდება, მაგრამ როგორ იცი? უნდა ჩააფარო ტორმუს და რაღაცა და რაღაცა. გასწრებს. არა უშავ. რა ვქნათ? რაზე? რო ჩაურთო რო არის ბუქსაოს? აი მაგ შემთხვევაში არ ვიცი, რა სწავს. ხო არ სინჯოთ ეგრე. სინჯოთ. იმიტომ რომ დრო უნდა გავამუჯობესოთ, იმიტომ რომ გვასწრებს. თან 2-2-ზე ავიდა ეხლა, აი, რო გაწვა. ინა ჩამოუშვათ. 2-ზე რო დააყენო, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ BMW საყუყენია, ეხა 1 და 9-ზე. ორი არაჩვეულებრივი მანქანა ყავს ერთმანეთის მოსისხლე მტერი BMW და Mercedes-ი და ორივე მათგანი შემოყვანა თქვენ შეგიძლიათ HOA ავტოიმპორტით, როგორც ამერიკიდან, ასევე კორეიდან. კორეაში როგორც წესი ძალიან უყვართ ხოლმე სრული კომპლექტაციები, ამიტომ კორეასაც გადახედეთ. პრომოკოდი ხერო აქ იქნება გამოტანილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ რაღაც ბენეფიტები მიიღოთ და დანარჩენი თქვენი ცით არჩით საუკეთესო მანქანები და ჩამოიყვანეთ HOA ავტოიმპორტით. სათხარ? ბიჭო, მაგარი საინტერესო რაღაცა ხდება რა. ეხლა ლიდერბორდი კი არ გამოგვიტანია ჯერ და დროები არ იცით, მაგრამ გეტყვით, BMW-ს უკეთესი დრო ქონდა, BMW-ს უკეთესი დრო ქონდა. ადრე დასტარტა ძმა. და ეს BMW-შნიკური რაღაცეები ახლა. ხო და კი მართალია, BMW-მ უფრო გვიან დასტარტა, მაგრამ მე მომეჩვენა ფასტარტი არ იყო. ფასტარტი არ ყოფილა ჩემი გადმოსახედიდან. ანუ ადრე არ დაუსტარტავს, უბრალოდ BMW-მ დასტარტა უფრო გვიან. რეაქციის დროით. ხო, მე ჩავთქვი. მოდი, всё. აია. საბურავი არა გაქვს, თორე გაცილებით კარგად წახო. არა, ანუ ცოტა დილეი აქვს ჩემსას რა. ჩემსას? ჩემსას. ხო და ხელის ჩამოშვებას რო დაიწყებს, შეგვიძლია წასვლა რა. თუ წინ გავედი შენზევე, გააჩერე ეგრევე რა, ანუ აღარ წავიდეთ. აი დაიკიდე რა. ხინკალს მაინც ავჭამხდა. ესეთი პატიოსნური BMW-შნიკური ზახოდები პირველია. შენზე წინ თუ გავედი, გააჩერე, ორ გადაო. ნახე. აუ, თითქოს ფასტარტი იყო რა. გადაიღე? მანახე აბა ერთი.
ანუ თადარიგი უნდა დაიჭირო, რომ ლანჩ კონტროლმა დაიწყოს მუშაობა და კარგად დაისტარტოს რა. რაღაცა მცირე პაუზა აქვს, რაც რეალურად რეაქციის დროს მაგრა დატორმუზებს. ლანჩზე ნამეცადინებია. ეხა გადავახვიებ ფალსტარტი ხო არ იყო მეთქი. არ არის ფალსტარტი. კომენტარებში ველოდებით ეხლა მაგას. აი, ლანჩი ვერ ისწავლეს. დაწერეთ ლანჩი როგორ ვერ ისწავლეს საკუთარ მანქანაზე. ჰეშტეგით გაყიდე BMW. ლანჩი ვერ ისწავლე. კაი, ნახე გაგორებულზე როგორ ხნათ ჯობია. იქიდან რომ წამოხვალთ, ხელი მექნება ზემოთ აშვერილი. რომ მომიახლოვდებით, ხელებს უყურეთ და ჩამოვიქნევ რა და მაგ დროს დაადგით ორიონ. რას ჩქარით მოვდივართ აქ და ახ. თქვენ შეთანხმდით რომ ფაზები არაცდეს ზა. მეორედან? აბა მესამედან ხო არ წამოხვალ? ო, კაი, პირველით. არა, პირველიდანაც აზრი არ აქვს. არა, მეორედან ხო? ხო. BMW მაგარ ხოძე არის ხა. თან ეხა ის იყო რა ქვია. ი ბაზარი არა, მაგრამ ეხა ამდენი ხინკალი იკისრე, ხუმრობა არ არის. ეხა მაქსიმალურად მოინდომებს რომ გაასწროს. Mercedes რა. კაი, მოკლედ ასეა თუ ისეა. ეხა უნდა ვცადოთ გაგორებულიდან. გაგორებულზე გვაქვს ეგეთი წესი რა. შეცდომებს უშვებდნენ ხოლმე რომ ზოგი ადრე ადგავდა და ასე შემდეგ. და ეხა ხელს როგორც კი ჩამოვიქნევთ რომ მოგვიახლოვდებიან, მაშინ ადგავენ და უფრო სამართლიანი გამოდის ხოლმე. ვერ შეთანხმდნენ ფაზებზე. მოდი. ეხლა არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ Mercedes-ზე უნდა თქვა 1-2 სიტყვა, მოიცა გავარკვიოთ. აბა რა მოხდა? კამერასთან შემდგეხარ ჩვენ რა ვიცით. რა მე მგონი ერთნაირად შევედი. ბიჭო, ეს ჩვენ ვერ დავინახე სიმართლე რო გითხრა ეხლა რა. მე მგონია რომ ოდნავ შიგნით ხონდა თემურას ცხვირი შეტანილი. მოიცა, ვისი ბამპერი იყო წინ? ჩემი ოიზახის. BMW-ს. მე მგონი ხინკალს ვერ გისროლობ. ვერ დავინახე ალექსოს, ანუ ვერ გავარკვიე რომელი იყო, ძალიან ერთნაირად შევინე რა და ვერ მოვასწარდა ნახო გარჩევა რომ რომელი შევიდა. შეგვიძლია იქ ვიდეო, ფინიშის ვიდეოში ვნახოთ. თუ რამეა. ეხლა მეორე გავიაროთ. და ისა გამოვიყოლებთ. კი და ვნახოთ რა. მაგის მე რა. ოკეი. ან მესამე გვიწევს ან ვაგებთ. ოკეი. კაი, ეგრე ვქნათ. ნახე ეხლა საინტერესო რა ხდება რა. არა ბიჭო, ძალიან კაია, BMW-ც ძალიან კაია, ჩემი კაი. ხო და ეხლა ნახე საინტერესო რა ხდება. ეხლა BMW-მ თუ გაასწრო რა, ეგ ნიშნავს იმას, რომ Mercedes ცოტა გადაუხურდა სისტემა. რაზეც ვლაპარაკობთ ხოლმე ჩვენ. ეხლა გამოჩნდება რამდენიმე წუთში ყველაფერი. ჩვენ ხოძზე ვართ, შეგიძლიათ წამოხვიდეთ. Mercedes-ი გადაგვიხურდა. უეჭველი Mercedes ეხა გადახურების პრობლემა ექნება და ნელა ივლის, თუ არ გაცივდა კარგად. სანდოდ მესამე პირდაპირ თუ ბარემ შევამოწმოთ კამერა. თუ იქ კიო ამბობს რომ გავიდა და ცხვირი წინ ქონდა. ბარემ მესამეც და ეგ არის რა. დავაი დავცხოთ მესამე. მე ვფიქრობ მე კი არ გავედი, შენ გახვედი პირველზე ოღონდ ოდნავ მეთქი და მეორეზე გახვედი რა. მეორეზე მე მგონი ადრე ხო არ დავაჭირე. ან პირველზე გავიდა და მეორეზე იმენა გავიდა. ხო და ნახე რა ხდება. 8 ცილინდრიანი რა, ხო, ესეთი იძრავია, V ტიპის ძრავია და
ეს 55 BMW-ს ძრავი არის 6 ცილინდრიანი, ესეთი რიადნის ეძახიან რა, მოკლედ. ერთ მწყრივში მყოფი ცილინდრები და 8 ცილინდრიანს უბრალოდ სასუნთქი ადგილიც აღარ აქვს რა. ყველა Mercedes-ას თუ ისე მაგის პრობლემა აქვს. შეიძლება ამას ნაკლებად, მაგრამ მაინც აქვს. კაი, მოკლედ, ჩვენი მესამე დადგომაა ეს და აქ გადაწყდება ყველაფერი რა, აქ გამოჩნდება უკვე ყველაფერი, ვინ არის ლიდერი და ვინ იკისრებს ხინკალს. ჩვენ მზად ვართ. ბიჭო, არა და იმედი მქონდა რა, ეხლა BMW გაასწრებდა და მორჩებოდა ყველაფერი და Mercedes-მა რანაირად გაგასწროთ? მეორეს გადართვისას ჩამეძინა. კი, მახსოვს, ყურში მოხდა. ყურში მომხდა უბრალოდ ეგ ხმა. ო, ბაზარი არა. დო გადამწყვეტი სიტუაცია დადგა. მოიცა, Mercedes-მა შეასწრო? და BMW-მ დაახლოებით 1 კილოთი ძინი ხო. გასაგებია. BMW ესე იგი რა, მე ჩამოყალიბდით. ვა, ხედავ შენ, მაინც არ მეგონა. მოკლედ, დღეს ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები იყო, მაგრად ვისიამოვნე. უნდა აღვნიშნოთ, რომ BMW გაკეთებული იყო და Mercedes სტოკი იყო, მაინც და ეს არის ალბათ ერთ-ერთი პირველი Mercedes-ი, რომელზეც გადახურება მაინდა-მაინც არ იმჩნეობდა რა, მაინც ძალიან მაგრად დადიოდა რა. ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურეთ, ჩვენი არხი გამოიწერეთ და შემდეგ ვიდეომდე. Adios.